ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანეთი აპირებს მიმოქცევიდან ამოიღოს 50 ევროს ნომინალის ბანკნოტები, რადგან ისინი თითქოს და გაქრობის პირასაა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ბანკნოტის დღეები უკვე დათვლილია და რომ ეს შეუქცევადი პროცესია. სტატიამ საკმარისად დიდი პანიკა გამოიწვია, თუმცა მას შემდეგ გაქრა, რაც ცხადი გახდა, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა უარყოფითად აისახოს ათასობით მოხმარებლის ჯიბეზე. თუმცა ეს განცხადებები სიცრუეა. ესპანეთის ბანკმა დაადასტურა, რომ არ გაუწია ბრძანება არანაირი ბანკნოტების ამოღების თაობაზე და რომ არც ერთი ბანკნოტი არ დაკარგავს თავის ღირებულებას. ბანკში აცხადებენ, რომ ისინი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში რეგულარულად ამოწმებენ საკრედიტო ინსტიტუტებიდან დაბრუნებული ბანკნოტების მდგომარეობას. ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც არ არის სათანადო მდგომარეობაში, მიმოქცევიდან ამოიღება და ახლით ჩანაცვლდება, ხოლო ის ბანკნოტები, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია, ისევ მიმოქცევაში ბრუნდება. ესპანეთის ბანკმა აღნიშნა, რომ ბანკნოტი რომს დაზიანდეს, ის არ კარგავს თავის ღირებულებას და შესაძლებელია მისი ახლით ჩანაცვლება. ამასთან სხვა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ 50 ევროს რამდენიმე ბანკნოტი შესაძლოა მიმოქცევიდან ამოიღონ, მაგრამ აქვე განმარტავენ თუ როგორ შეიძლება მოხდეს ძველი და გაცვეთილი ბანკნოტების ახლით ჩანაცვლება. ბანკნოტების ამოღების შესახებ ჭორები უფრო ფართო დეზინფორმაციული ნარატივის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ევროპის ქვეყნები ცდილობენ ნაღდი ფულის ციფრული ევროთი ჩანაცვლებას. თუმცა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ევროპის ქვეყნების სხვა ცენტრალურმა ბანკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნებისმიერი ციფრული ვალუტა ნახტ ფულს მხოლოდ შეავსებს და არა ჩანაცვლებს მას. ევრო გადამოწმება.